მოგესალმებით, შენი პოდკასტი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის ჩვენი სივრცის მასწავლებელი ანდრო გოგიბედაშვილი. მოგესალმებით ნიკა და მირესალმები მოყოლებს. გამარჯობა. ანდრო არის ჯგუფური დრამინგის მასწავლებელი ჩვენ ცენტრში და თავიდანვე როცა გავიგე რომ შენ იქნებოდი ჩვენთან მასწავლებელი, ნინო მითხრა შენ შესახებ, მაშინ არ გიცნობდი. და მაშინ ვერ წარმოვიდგენდი რომ ესეთი კარმული და ესეთი ჩემთვის ახლობელი ადამიანი აღმოჩნდებოდი ჩვენთან და ძალიან მიხარია ჩვენთან ერთად რო ხარ. და რა ვიცი, აი ბევრი რაღაცის თქმა შემილია შენზე. არ მინდა რომ შეგარცხვინო უბრალოდ. იმიტომ რომ ვიცი როგორი ადამიანიც ხარ, მაგრამ ნუ ჩემი მასწავლებელი ხარ რა, პირდაპირ გეტყვი, ოღონდ ჩუმი, არ გჭირდება რა ბევრი რაღაცების ლაპარაკი რა და სიტყვები არ გჭირდება, ანუ შენი ენერგეტიკა და წარმართველობა შენი არის ჩემთვის როგორც მასწავლებელი და მადლობა ჩვენთან ერთად რო ხარ. არ ვიცი ნიკა რა ხო გითხარი რომ შეგარცხვენო. პასუხი მაგივაზე არ ვიცი. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ დიდად ჩემ თავს ესე მასწავლებლად ავთვლი, აი ჯგუფურ დრამინგს რომ შევეხოთ მაგას, იმიტომ რომ მეც ჯერ სწავლების პროცესში ვარ, ესე ვთქვათ, ეს პრაქტიკა ახალი დაწყებული მაქვს. და კიდე მეც სწავლების პროცესში ვარ და ვცდილობ უფრო შევხედო, როგორც შენც ეგ მითხარი რომ გაგიცანი, რომ აი უფრო რაღაც გაზიარებასავით არის და არავის არაფერს თავზე არ ახვე, უბრალოდ შენ რაღაცა გაიარე, შეიმეცნე და გონია საინტერესო, რაღაც შენი ესე ვთქვათ, ხედვის კუთხე გაქვს მაგ თემაზე და გინდა რომ სხვას ეს გაუზიარო და ანახო, ისე კი არა რომ აი რაღაცა მითითებებით და რაღაც, არამედ უფრო ისეთი, ესე ვიტყოდი, არასტანდარტული ფორმით. ხო და მეც აი ეგეთი, ესე ვთქვათ, point of view მეხმარება უფრო რომ ესე მსუბუქად შევხედო მაგ იმას და მეც ესე ვთქვათ, ჩარჩოებში არ ჩავსვა ჩემი თავი, ან რაღაც ესე და მე შენ რაც თქვი უკვე არ ვიცი რა გითხრა. ანდრო არის ძალიან თავმდაბალი ადამიანი, რა თქმა უნდა, ანდრო არის მასწავლებელი და ძალიან მაგარი მასწავლებელი დრამინგის და მოყევი შენ იმაზე რა ბექგრაუნდზე, ანუ მუსიკალურ ბექგრაუნდზე, იმიტომ მანდაც საოცარი ისტორიებია, საერთოდ ანუ შეხება, ანუ შენი შეხება ხელოვნებასთან როდის მოხდა ესე ვთქვათ და სად დაკონექტი მაგნაკატთან. ხო, ხელოვნებასთან, ნუ ოჯახიდან გამომდინარე, ბავშვობიდან მე მაქვს შეხება მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და მაგან ალბათ წილად განაპირობა შემდეგ უკვე ჩემი გზა და ესე ვთქვათ გეზი საით წავსულიყავი. თუმცა აი ამ ესე ვთქვათ მოგზაურობის დროსაც ბევრი რამე შეიცვალა, რომ მეგონა რომ მინდოდა რაღაც როკერი ყოფილიყავი, ან დასაწყისიდან რაღაც პოპ მუსიკოსი არ ვიცი, თუნდაც ეგეც მინდოდა. მე აღმოჩნდა რომ ესე დროთან აზიწვალებით თურმე ეგრე არისო. თქვენ დაუკვირდით სიტყვათა შეთანხმებას პერიოდულად, იმიტომ რომ ანდროს ახასიათებს ესეთი რაღაცები რა. ყველაფერი წინ არის. ყველაფერი წინ არის, კი. ხო და მე მივხვდი კიდე გაიმეორე რა დროთან აზიწვალებით. დროთან აზიწვალება. ხო და მე მივხვდი რომ სკოლის დროს მოკლედ ვუკრავდი როკ ბენდში და იმ დროს ყველაფერი ფანტასტიკური იყო, მეც მეგონა რომ ხო თან მაგ პერიოდში ინტენსიურად ვუსმენდი როკს, როკ ენ როლს და ესე ვთქვათ, ჩემი ხედვის არეალი და ეს ჰორიზონტი მუსიკალური იყო მხოლოდ ეს და აი უკვე მე-12 კლასში ესე აქტიურად შემოიჭრა ელექტრონული მუსიკა ჩემ ცხოვრებაში და დასაწყისიდან ეს იყო დიდი რაღაცა შიში არცოდნის, აი რამ კუთხით იცი, როცა ვიცოდი აი ამდენი ბენდები, ნუ მანამდე სიტყვაზე ოჯახიდან გამომდინარე ესტრადა, ეგეც დიდად არ ვიცოდი სიმართლე გითხრა, ეხლა დღემდეც რომ რაღაცა ჩემი მეუღლე არ მეუბნება ნახე ეს მომღერალი ისა, ანუ ცოტა ისე რომ რანაირად არ ვიცი და ხო არ ვიცი, უცნაური არის ეგ, მაგრამ ასე თუ ისე მაინც რაღაცეები ვიცოდი და აი როგორ არის ხო, როცა იცი, აი თამაშებში რო არის, რომ აი რუკაზე რო რაღაც ადგილებში ნამყოფი ხარ, ეგ ადგილები განათებული არის რა ხშირად, ნუ ზოგ თამაში და სადაც არ ხარ ნამყოფი, ესე ვთქვათ, ჩაბნელებული არის რა და როცა ვიცოდი ეს როკ ენ როლი, რაღაც ქართული ესტრადა, ასე შემდეგ სხვა რაღაცეები, ეს ჩემი მუსიკალური გონების რუკაზე ეს ადგილები იყო, ესე ვთქვათ, ნათელმოფენილი. ქართული ესტრადა იცოდი იქიდან ოჯახიდან გამომდინარე. ხო, ოჯახიდან გამომდინარე, ხო. გასაგებია. ხო და როკიც მე მაგიდან ეგეც მაგის რაღაც ერთგვარი განშტოება იყო, ხო და ეს ადგილები იყო უფრო ესე ვთქვათ ნათელმოცული და ელექტრონული მუსიკა რო შემოვიდა ეს იყო სრული ესე ვთქვათ ეს უკიდეგანო სიბნელე ჰორიზონტზე არ ვიცოდი რა იყო და ცოტა ეგ შიში მქონდა რომ აი
საიდან დავიწყებ რა, იმიტომ რომ აი ახალ მოგზაურობას ვიწყებდი, რომელზეც აი ვაფშე წარმოდგენა არ მქონდა, სად წამიყვანდა ეგ. და ნუ ერთადერთი ის მქონდა, რომ ნუ მამა ჩემსაც, დედა ჩემსაც ვისაუბრებოდი ხანდახან ამას უზიარებდი, რომ ის მქონდა, რომ ანუ არა უშავს რა, ნუ გაიგებ ახალ არტისტებს აღმოაჩენ, შეიმეცნებ და ეგ და რამდენი წლის იყავი ელექტრონულ მუსიკასთან? აი მე 12 კლასში რა, მე 12 კლასში. და გაინტერესა თვითონ ხო ეგეთი არტისტი არის ჩემი მეგობარი და კოლეგა ლადუკანინო ოიმაკ და აი მაგისი პირველი პროექტი იყო ჩემთვის აი ეს რაღაც ძალიან დიდი ბუმი რომ ეგრო გავიგე აი რა აი ძალიან ისეთი ინსპირაციის მომტანი იყო და აღმაფრენის ეგეთი შეგრძნება მომცა იმ დროს და აი მაკედან დავიწყე უკვე ესე ვთქვა ძიება და მანდაც ბევრნაირი სხვადასხვა ჟანრი გამოვიცვალე და აი მაკედან დაიწყო და ეხაც სადაც ვარ ეხა უფრო ვარ გადასული ესე ვთქვა ვეძახი ამას უფრო რაღაც ესეთ ელექტროაკუსტიკური მუსიკა გაჯერებული რაც tribal ელემენტებით ambient-ით down-tempo-ით new age-ით აი უფრო მუსიკა მოსასმენად ესე ვიტყოდი. ეხა ვარ მაგ ადგილას და ვერ წარმოვიდგენდი აი ვაფშე ვერანაირად რომ შესაძლებელი იქნებოდა იმ პატარა ანდრომელსაც როკერობა და პოპსტარობა უნდა და აქამდე მოსულიყო. ხო და აი ცხოვრებამაც აქამდე მომიყვანა რა, იმიტომ რომ ვფიქრდები ახაც აი შინაგანად არ ვარ ალბათ ეგეთი ადამიანი რომ აი ვიყო სიტყვაზე როკერი ან ვიყო ბოლომდე რაღაცა აი ისეთი headliner DJ ან რაღაცა უფრო აი რაღაცა თითქოს ჩემი სხვანაირი გზა მაქვს ესე ვიტყოდი მაგალითად ჩემ ფსიქოლოგს აქვს კარგი რაღაც ნათქვამი რომ ჩემ ოჯახშიო ყველანი იყვნენ ექიმებიო რა ანუ მედიცინა და მკურნალობაზე ორიენტირებული ხალხი იყო აი ყველაფერი იყო აი ფიზიკურ შრეზე რა რომ შენ სხეულს უშუალოდ ფიზიკურად ეხები და იქ თუ რამე ხდება კურნავ მას და მე ვარო მეც მაგათი გაგრძელება ვარო ოღონ მე უშუალოდ შინაგან სხეულზე მუშაობ, ანუ გონებრივ სხეულზე, სამშვინველს რასაც ვეძახით მაგაზე, რომ ეგეც მედიცინა არის, ერთგვარი, ესე ცოტა სხვა რაკურსით რო შევხედოთ და ეგეც ერთგვარი კურნება არის, რა თქმა უნდა, ცხადია, უბრალოდ არა ფიზიკურად, არამედ სხვანაირად. და მეც რო ვფიქრდები, მაგალითად, ჩემ ოჯახში უმეტესად ყველა მღეროდა, უკრავდა, ცეკვავდა და მე წავედი ისეთ მუსიკის ჟანრში და ჩავეშვი, სადაც არ უმღერი, არამედ რაღაც ხმებით ვაწყობ მუსიკას. რა თქმა უნდა, მეც მე დავიწყე უშუალოდ დასარტყამზე დაკვრა რაღაცეებზე, მაგრამ რო შევადაროთ, ის არის უფრო რაღაცა ისეთი ექსპრესიული, რო შენ მღერი და რაღაც სხვა აქტი ხდება, სხვა მისტერია არის და ეს არის თითქოს აი ეგრე რო შევხედა, აი როგორც ის იყო ის რაც მედიცინა და ფსიქოლოგია, ეგრე შევხედე, რომ ეს ოჯახის გზა თუ იყო ესეთი, მე წავედი უფრო ის შინაგანად და ცოტა სხვანაირი მუსიკა გავაკეთე, უფრო ამბიენტური რაღაც. აი ბაბუა ჩემიცაც დასაწყისიდან ცოტა ეგ უცნაური შეგრძნება ქონდა, რომ აი როგორ შეიძლება ეს იყოს მუსიკა, რომ ვასმენინებდი და სხვა შორის მაგან დიდი როლი ითამაშეთ. მოდი, ხა ვიცი რომ არ გინდოდა გეთქვა, მაგრამ ნუ თქვათ რა ხა ბაბუა შენი ახსენე, ანუ თემურ ციკლაური ну ყველასთვის ნობილი მომღერალი თემურ ციკლაური იყო ბაბუაშენი და ну გაიზარდა ხელოვნების ოჯახში და გასაგებია ეს ინტერესი რა შენიც თუმცა შენი აი ეს დაკონექტება თუნდაც ელექტრონულ მუსიკასთან კიდე რაღაც ვიცი რომ რაღაც მისტიურ გამოცდილებასაც ებუძნება ხო მაგრამ მოდი ესეც გაგვიზიარება აი რანაირად აი ნუ დაინტერესდი გასაგებია ხო ანუ თავიდან ახალი რაღაც შემოვიდა მანდ და უკვე ექსპერიმენტები დაიწყე და რაღაცა და უკვე როგორც რო აი რო წარდე კი ადამიანების წინაშე რომ შენ თქონი მუსიკას და სხვა სასმენინებ და ასე შემდეგ და sakmao წარმატებული პროექტები გააკეთე ვიცი იაპონიაში არის ხო თუ ვორსტები ხო იაპონიაში გამოშვებული ალბომი და ასე შემდეგ და აი ეს შენი stage name-ით როგორ საფილეუმი ხო ეს რა ქვია კიდე საფილეუმი აი როგორ მოვიდა იქ? ხო, ვიტყვი ახლა მაგის ისტორიას, ეს იყო არ მახსოვს ზუსტად რომელი წელი, მაგრამ აი პერიოდი იყო, როცა უკვე დავიწყე ესე აქტიურად მუსიკის წერა. და მინდოდა რომ რაღაცა ისე თქვა ფსევდონიმი მქონოდა ჩემი მუსიკისთვის და არ გამომყენებინა ჩემი რეალური სახელი, არამედ რაღაც ესე თქვა პერსონაჟი შემექმნა, იმიტომ რომ სულ მქონდა ეს რაღაც სურვილი და ბიძგირო აი რაღაცეები შემექმნა აი რაც ქარაქტერები, სიუჟეტები, კონცეფციები ასე შემდეგ. და აუსში ვცურავდი
და მაგ დროს ესე ვფიქრობდი რა დავირქვა თქო და ესე თვალწინ დამეწერა ეს საფილეობა. მერე რომ სახში მივედი დავწერე ფურცელზეც, მომეწონა როგორც იკითხებოდა, როგორც იწერებოდა და არ მქონია ეგ შეგრძნება, აი არასდროს რომ ან სახელის გადარქმევა მინდა ან ეს ის არ არის. აი თითქოს სულ იყო არის და იქნება ეგეთ შეგრძნება მქონდა მაგ სახელზე. და დახუჭულ თვალების წინ ესე დაგეწერეთ რომ ხო აი ეგეთი გამოცდილებები ქონია ესეთი ცოტა მსგავსი რაღაც მისტიური ან რაღაც რაღაცები კი ესე ქონია მაგრამ აი ესეთი რომ რაღაცა ესე თვალწინ დამეწეროს მეტი არ მქონია ეს ძალიან პირდაპირი მინიშნება იყო ეხა ძალიან საოცარი არის ხო შეიძლება ხო რაღაც ქვეცნობიერიდანაც ამოძახილი იყო და ეს დალექილია ეს ძველი წინაპრების მთელი ეს ხაზიდან არ ვიცი, მაგრამ ხო მისტიური საკმაოდ საინტერესო პროცესი. სიტყვის მნიშვნელობა დასერჩე ან სიტყვის მნიშვნელობა იმ დროს რომ დავსერჩე, არ ვიცი, იმ დროს შეიძლება არ იყოს საკმარისი მასალა ინტერნეტში ან მე არასწორად დავსერჩე, ვერაფერი ვერ ვნახე, მაგრამ გავიდა დრო და ერთი ჩემი ყოფილი სკოლელი მწერს რომ შენო იციო რას ნიშნავს ეგ სახელიო მე კი არ ვიცი გამანდე რას ნიშნავს ეგ სახელი და მან მე მითხრა რომ ეს სახელი ძველ აფრიკულ დიალექტზე ნიშნავს ჩვენ ვართ ცოცხლების და ვახ მეთქი ძალიან ესე ვთქვათ იმანაც ადაღმოაჩინა თან ისეთმა ადამიანმა ვერასდროს რო ვერ იფიქრებ რომ მას შეიძლება და რაღაცა ეგეთი მოეტანა შენ ცხოვრებაში და აი რაღაცა ერთგვარი სიმი გამოკრა ჩემ გულში მაგან იმიტომ რომ ბავშვობაში სულ ვიძახდი რომ აი წინა ცხოვრებაში რაღაც სხვა ოჯახი ვყავდა აი რატომაც ეგეთ რაღაცეებს და აი რაღაც მოიცა ხო მაგას იძახდი ხოლმე ბავშვობაში და რატომ არ ვიცი აბა მე რა ვიცი მაგრამ რა შეგრძნებები ქონდან რომ მე არ მახსოვს მაგას რო ვიძახდი ეგრე მეუბნებიან ოჯახში რომ ეგრე ამბობდიო თორე მე არ მახსოვს მაგრამ ერთადერთი რაც მახსოვს არის ეს რაღაც უპირობო და აი ამოუცნობის სიყვარული და ემპათია და აი რაღაც კავშირი მქონდა შავკანიანი ადამიანების მიმართ აი ვერ ხვდები აი რაღაც ძალიან ისეთი რა აი სულიერი საკმაოდ და ეს რომ მითხრა მაგან რომ ძველ აფრიკულ დიალექტზე მაგას ნიშნავსო აი რაღაც ერთ-ერთი გზავნილი იყო შეიძლება რაღაც წინა ცხოვრებიდან რომ აი ვინც იყვიყავით ჩვენ ცოცხლები ვართ თან დრამები რაღაცა აფრიკა ხო ნახე დრამები მეერე შემოდის აი რაღაცა ფაზლივით ყველაფერი ერთმანეთზე ნახე მივყვეთ არ გავასწროთ პრობლემს ანუ ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში ძალიან გადაჯაჭვული არის ერთმანეთზე ეს პროცესები და იმ მომენტში შეიძლება ვერ ხვდები და აი რაღაც ფაზლის პატარა ერთი ნამცეცი გიჭირავს და მაგრამ ეს არის გზა რომ აი როგორც არის რომ სპილოს ეხებიან ყველა წერტილში, მაგრამ არ იციან რომ სპილოს ეხები, აი პატარა რაღაც ადგილებში შევეხე ამ სპილოს და აი ვარ აღქმაში რომ მივხვდე რა მიდგას წინ. ხო და მე გავიდა კიდე დრო და უკვე ხელოვნური ინტელექტიც შემოვიდა, ისე შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში ინტენსიურად და მანდაც ერთ დღეს გამინათდა რომ მეთქი აბა ვნახოთ რა შეიძლება კიდე ნიშნავდეს თქო ეს. მეც ავდექი და ვკითხე რომ მეთქი რა შეიძლება ნიშნავდეს ეს სახელი და დაუმარცვლე რომ ანუ შეიძლება ესე პირდაპირ საფილო არ იყოს რამე ენაში, არამედ აი მარცვლებით რომ საფი ან საფ როგორ შეიძლება იყოს თქო და უმეტესად იყო ყველაფერი რაღაც აი ამ საფირონის ქვის ირგვლივ რაღაცა აი ძალიან ისეთ მისტიური universe-ის ირგვლივ და ერთ-ერთი ახსნაც იყო სახელის The One with the Sound of the Universe ესეთი კიდე სხვა რაც ინტერპრეტაციები იყო, მაგრამ აი ყველა იყო რაღაც ესე ვთქვათ აი ამ ანუ ქონდა თანხვედრა აი რაღაც აფრიკულ საწყისთან აი იმ რაღაც ამოუცნობ კულტურასთან, არ ვიცი, შეიძლება ის უბრალოდ აფრიკის კონტინენტზე იყო და იყო სხვა კულტურა იყო აფრიკა, არ ვიცი. ხო, მაგრამ მაგასთანაც თანხვედრა ვიპოვეთ. და ეხა როგორ მიდის მე ჩემი გზა, ანუ თან რეალურად მივდივართ აი ამ საფილეომის გავლით და ჩემი მუსიკალური ცხოვრების გავლით, როგორ მოვედი აქამდე რომ დასარტყამებზე ვასწავლე. როცა ბაბუა ჩემს ვასწავლებდი ჩემ მუსიკას, ეს უმეტესად იყო ეს ambient ალბომები, სადაც უფრო არის ეს რაც დამამშვი, აი მედიტაციის დროს რაც საჩართულად დრონი დამამშვიდებელი უსე და ეგეც უსმენს და კაიაო ეხა იმანაც არ გამიტეხა, კაიაო, მაგრამ აი იქნებ დაფიქრდეო რომ შემატო რა დოლი დასარტყამიო რა ხშირად შეიძლება და შემოსულიყო ჩემ ოთახში და აი რაღაცა უფრო სიცოცხლე რო შემოგიდა ხო აი ხშირად შეიძლება შემოსულიყო ჩემ ოთახში და აი რაღაცა მიმატეო აი რაღაცა მინდა რომ წაუცეკო ბებია ჩემიც ეგრე შევოდიო და სულ მეუბნებოდა და ფლეიტა დაამატეო იქ ვიოლინო ეხა ეგეც სასაცილო არის რომ ეხა უკვე ბოლო ნამუშევრები რაც
უკაცრავად ბოლო ნამუშევრები რაც მაქვს დაწერილი ჯერ არ გამომიქვეყნებია მან ისეთი დიდი ინტენსივობით ჭარბობს კლასიკური საკრავები აი ეს ორკესტრული საკრავები რა უმეტესად და მანდაც უფრო რაღაც ნელ-ნელა სხვა ესე ვთქვათ არ ვიცი ნიშა ალბათ ნიშაში გადავინაცვლი მოკლედ ისე რომ დაუბრუნდეთ თემას და იმ დროს ძალიან ვეწინააღმდეგებოდი ბაბუაჩემს მეთქი კაი ბაბურა დოლი მეთქი რის დოლი კაცია ელექტრონულ მუსიკას აკეთებს რა ის ქართული დოლი თქო რა ანუ რაღაცა ხო იცი აი რო ვერ ხვდები ჯერ ის რატო გეუბნება იმას, მაგრამ ეხა ძალიან კარგად მესმის რატომაც მეუბნებოდა და მაგამდე მივედი, რომ აი ცხოვრებამაც მიმიყვანა მაგამდე, რომ აი ისე აღმოჩნდა, რომ ის არტისტები, ვისაც მე იმ პერიოდში ვუსმენდი ინტენსიურად, სხვა შორის ელექტრონული არტისტები, თავის მუსიკაში დაიწყეს ჩაგვსოვა იმ დროს აი კონგების, ეს ლათინური საკრავების პერკუსიების, ესე ვთქვათ და აი ეს ყურში რომ მომხვდა ისევ კიდე ერთი სიმი გამოკრა ჩემში, აი ამ დასარტყამა, რომ აი რაღაცა შენში არის ეგეთიო და აი მოკლედ აი ძალიან სიამოვნებდა მაგ მუსიკის მოსმენა. მე გადავწყვიტე, რომ თუ მეც მომწონს მუსიკაში მაგის მოსმენა, რატომაც არ ვცადო ის ჩემ მუსიკასით ჩავაინტეგრირო. ხო და ავდექი მეც და ჩავაინტეგრირე. და მაქედან უკვე დაიწყო, რომ ჩემ უკვე იმ მუსიკაში რაც ვწუშვებდი, ძალიან ჭარბობდა ესე ვთქვათ დასარტყამი პერკუსიული ინსტრუმენტები. ეს შეიძლება ყოფილიყო დასარტყამი, შეიკერი ან რაღაც ეგეთი. ანუ ყველაზე მეტად მაქეთკენ წაგიო. ხო. სხვა დანარჩენი კლასიკური ინსტრუმენტები და ხო, კლასიკური ცოტა მერე შემოდის. აი უფრო ეს პერკუსიულ იმას რო გავეცანი რითმებს, ჟღერადობებს ასე შემდეგ, მანქეთ მოკლედ წამიყვანა და გადავწყვიტე, რომ ბიჭო, ბარემ თუ იყენებ შენ მუსიკაში, რატო არ ისწავლო, ხო? და თითქოს აი ბაბუაჩემაც ის იმ დროს რომ მითხრა, აი დოლი გამოიყენეო, რაღაცეებიო ისწავლია, თითქოს აი რაღაცა ჩამილექა ეგ ჩემ ქვეცნობიერში, რომ აი როცა უკვე მე აღმოვაჩენდი აი სხვის მუსიკაში მაგ ინსტრუმენტებს და გადავწყვეტი, რომ აი მაგ ხრივ წავსულიყავი, თითქოს აი კლიკი იყო, რომ აი შენც ისწავლე. ხო. და გადავწყვიტე, რომ მე სწავლა მაგ დასარტყამებზე სწავლა და მერაბ სანოძემ მასწავლა კონგებზე დაკვრა ბონგები და კონგები, ესე ვთქვათ, ლათინური საკრავები გავიცანი მისი საშუალებით და მე ერისიონში დავდიოდი ბატონ მინდიასთან დოლებზე, დოლი მან ესე ვთქვათ შევამეცნა და დასარტყამში ესე არის რაღაცა ანუ სწავლის პროცესი რა თქმა უნდა არასდროს არ სრულდება და აი უდიდესი მასწავლებლები ვინც არიან ისინიც იძახიან რომ ეხაც ვსწავლობთ რა, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრების ნაწილი, რითმი, დასარტყამი, ყველაფერი და როგორც ცხოვრება იცვლება, იზრდება, ეგრე არის ეგეც იცვლება, ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალ სიღრმეში ჩახვიდე, ახალი კარი გააღო, ასე შემდეგ. ხო და დასარტყამში ეგრე არის რაღაცა ну, ყოველ შემთხვევაში მე რაგზაც გავიარე, რაღაცა ბაზას ესე ვთქვათ გაძლევენ და მე უმეტესად არის უკვე შენ ესე ვთქვათ, რამდენ ენერგიას ჩადებ, როგორი ძალისხმევა გაქვს და შენზე არის მოკლედ ესე ვთქვათ დამოკიდებული და ეხაც ვარჯიშობ, ვაგრძელებ მაგ იმას და ჯერ ძალიან შორს ვარ ბევრი იმიდან, მე არ ვთვლი თავს არანაირად რაღაცა ან პერკუსიონისტად არაფრად. მესმის ხო. ძალიან ისეთ სამყარო დონეზე, მაგრამ მე უკვე შემოვიდა ესე ვთქვათ ეს ცენტრის თემა და უშუალოდ ეს ჯგუფური დრამწვე რაც არის ეგრე ხა როგორ შემოვიდა. აი მეც სანამ მაგაზე გადახვალ ხო ანუ თვითონ ეხა რო ვაკვირდები შენ მუშაობას ცენტრში ამ დრამინგის კურსზე და ასე შემდეგ ხო და რაღაც დაკვირვებები მაქვს რა თან შენ რო გიყურებ ხო ხალხთან როგორ შენი მუშაობის მეთოდი როგორია და ასე შემდეგ რა ეხლა თუ რამეს ისე არასწორს ვიძახი შემისწორე უბრალოდ ჩემ დაკვირვებას ვიტყვი რა რომ ეს დრამები ხო რაღაცა გულის რიტმთანაც რაღაც კავშირში არის თითქოს რა ხო ანუ და თან ეს დინამიური რო არის ეს ხმაც რო ისეთი არის ხო ანუ ინტენსიურიც არის და ასე შემდეგ ხო ჯერ ერთი შამანურ პრაქტიკებში და ასე შემდეგ ძალიან ხშირად გამოიყენება დრამი. როგორც შემპყრობილობისგან განთავისუფლების საშუალება. ან პირიქით ტრანსში შესვლა და უფრო გრმად სადღაც ხო. ნუ ხო, ერთი პროცესია ეგ რა, რომ ადამიანი გაიწმინდოს, ანუ ამ რაღაც პარაზიტული ცნობიერებებისგან და მერე გადავიდეს შეცვლილ ცნობიერებაში რა.
შენთანაც რო უყურებ ახლა მე არ ვესწრებოდი, მაგრამ აქა ვარ სულ და სულ მესმის როგორც მუშაობ, ხო? ანუ ეს ძალიან იგზნობა რა, რომ ანუ ეს რომ მუშაობ დრამზე, აშკარად შეცვლის ცნობიერებაში შედის ადამიანი და ეს გაწმენდის, კათარზისის განცდა გაქვს რა, მაგას რო აკეთებ რა. ხო, და შენი მხრიდან როგორ ჩანს რა, აი ადამიანები მაგას მაგკუთხით რო შეხედა რა, ანუ აი შამანური პრაქტიკა რო დააკავშირო, როგორც იყენებენ დრამებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ და შენ ახლა ხალხთან მუშაობ, ესეც რო დააკავშირო, აი ცენტრზე რო გადახვალ ახლა რო იტყვი როგორ, ხო? ანუ ეს თემაც რო ამ კუთხითაც რო შეხედა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს თემაც რო გავშალოთ, მაგისი კარგი ესე ვთქვათ, საწყისი წერტილი მგონია, ვთქვა, რომ საკრავი ეს უშუალოდ დასარტყამი, რაც არ უნდა იყოს დოლი, კონგა, ჯემბე, აფრიკული, ტაბლა ინდური, არის მაგარი სარკე. სარკე შენი თავის შესაცნობად. უამრავი საკუთარი თავის შეცნობის გზები გვაქვს პლანეტაზე, ასტროლოგია, მედიტაცია, ანუ 1000-ნაირი რაღაცა არის, რომ ხო მოკლედ ბევრი ხელსაწყო არის, შენ რომელიც უფრო გერგება და გინდა, ის შეიძლება გამოიყენო და მე აღმოვაჩინე არაზუსტ არ მიფიქრე მაგაზე, რომ დასარტყამით შეიძლება და ყოფილიყო ერთ-ერთი მათგანი. და ჩემთან მან დიდი ესე ვთქვათ ცვლილებები მოახდინა. ეხლა რატომ მე რო დავიწყე დაკვრა, მინდოდა აი ძალიან ჩქარა დაკვრა, აი ეგრევე თითქოს მინდოდა ის პროფესიონალურად, აი ესე აი რაშის მოკლედ გაჭენება იმაში, რომ ისე არც გადმოვარდე ცხენიდან და აღმოვაჩინე ის, რომ მჭირდება უფრო შენელება, უფრო დამიწება და მე უკვე მეორე ეტაპი არის ის, რომ აღმოვაჩინე, რომ არა მარტო დასარტყამს, არამედ ცხოვრებაშიც მჭირდება დამიწება, ცხოვრებაში მჭირდება შენელება, მუსიკაში, ურთიერთობაში ადამიანებთან, მიზნებთან, ანუ ყველაფერს რიტმის შეგრძნება, ხო, აი რაღაცა სხვა, აი რიტმს შევხედე უფრო რაღაცა პირადი კუთხით, რომ ჩემი რიტმი როგორია ცხოვრებაში, როგორ ვითარდები, ჩემი მისწრაფებებისკენ, როგორ მივდივარ, როგორი ურთიერთობა მაქვს ჩემ პარტნიორთან, ჩემ მეგობრებთან, ასე შემდეგ და მაგარი სარკე იყო. აი ამ საკრავის მეშვეობით ჩავხედე ჩემ თავს, რომ ძმაო, შენელდი ცოტა დამიწდი. სად არ გეჩქარება, ეს არ არის რაღაცა რბოლა, არამედ მშვიდად და ყველა მასწავლებელიც მაგას იძახის, რომ ჯერ უნდა ისწავლო ნელა ყველა ვარიანტში ნელა დაკვრა გააზრებულად, რომ იცოდე რას როგორ შვები, როგორც ბავშვი სწავლობს სიარულს, სანამ გაიქცევა. მე მინდოდა სიარულის სწავლის გარეშე ეგრევე გაქცევა და ესე ვთქვათ გამეორება იყო ჩემთვის და ამას დღემდე ვიმეორებ, იმიტომ რომ გამეორება ცოდნის დედა არის და ესე იგი კარგად ჭირდება ეს რომ ჩავიბეჭდო ჩემ თავში, რომ უფრო უნდა გავიაზრო და უფრო უნდა შევნელდე სანამ ავაჩქარებ, იმიტომ რომ ეს ის ჩქარე და ის რა არის, აი ამ ნელი ტექნიკის გაზდა ხარისხში. და იმ ხარისხში ბოლოს შეიძლება ვაფშე გაჩერდე და ხო და ცენტრში შენ რაც თქვი ეს შამანური პრაქტიკა რაც არის უკვე აი მაგ იმაში რომ გადაუხვიოთ კი დასარტყამი არის უშუალოდ ძალიან მაგარი ხელსაწყო რომ დაიცალო აი რაღაც დაგროვილი გაქვს რაღაცა ბლოკები პირველ რიგში მაგისგან დაიცალო იმიტომ რომ შენ ესე ვთქვათ ურტყავ რაღაცას ხო აი როგორც ბოქსი არის რატო არის ბოქსი ესე ვთქვათ მაგარი თერაპიული პრაქტიკა სხვა ყველაფრის და გარდა რო ეს არის მაგარი საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ მაგასთან ერთად ეს არის რაღაც ესე ვთქვათ, რო შეხედო სხვა კუთხითაც, რაღაც აქტიური მედიტაცია და თერაპიული პრაქტიკა, იმიტომ რომ შენ იმ დროს კონცენტრირებული ხარ, რომ იქ ოპონენტი გაქვს და ესე ურტყავ იმას და აი ამ დარტყმის დროს, რა თქმა უნდა, ენერგიის გამოშვებაც ხდება. შენ იქ უშვებ რაღაცას, შეიძლება ეს განთავისუფლება, შეიძლება ეს გაუცნობიერებელი იყოს. შეიძლება გაცნობიერებული, რომ იაზრებ, რომ აი ეხა მე ალბათ თუ გაცნობიერებულია, შედეგიც უფრო შეიძლება დიდი იყოს. არ ვიცი, შეიძლება გაუცნობიერებელია ნაკლები, მაგრამ პროცესი მაინც ხდება. მაინც მოდის რაღაცა ხდება. იგივე დასარტყამზეც. შენ რო ეხები ამ ტყავს, ურტყავ, ეს ხელის გული ყველაფერი მუშაობს, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება, ის ენერგია გამოდის ამასთან ემატება აკუპუნქტურა, ეს წერტილები, ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ შეხება ხდება ინტენსიური, ხო? დარტყმით რა. და მაგას უკვე აი ესეთი რაღაც პროცესები რო ხდება ჩვენში ქიმიური, ბიოლოგიური, სულიერი, ენერგიული ამასთან ყველაფერთან ერთად ემატება ის, რომ ეხა შამანი ფუნქცია რა არის და სხვა შორის და სასცილო არის ეხა რომ ეხა ვუყურებ ერთი ანიმე არის შამან კინგი ქვია. იქაც ხსნიან ეს შამანის ფენომენი რა არის და ვინ არის. რომ შამანებიც როცა გამოიყენებდნენ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე რა ინფორმაციასაც ვფლობ და დარწმუნებული ვარ there's more to it ყველა ასპექტში.
არის რომ ისინი უკრავენ ერთ კონკრეტულ რაღაცა რითმს, კონკრეტული სიჩქარით და კონკრეტული რაღაც ხანგრძლივობით. უშუალოდ ტრანსის მდგომარეობაში რომ შედიხარ, ეს არის რაღაცა უნდა მეორდებოდეს, სულ უნდა მეორდებოდეს. აი ელექტრონულ მუსიკასაც რატო აი ჰიპნოტურს რატო ეძახიან, რომ აი ეს ბიტი რაც არის ერთი და იგივე ის რაღაც სინთეზატორი მეორდება, იქ რა თქმა უნდა რაცები იცვლება, მაგრამ აი რაღაცა ეს მაგრამ ეს მიყვება. ხო, მიყვება და შენც რომ მაგაზე ახდენ კონცენტრირებას ისეთ რაღაცაზე, რაც ესე ვთქვათ, ჩქარა არ იცვლება, არამედ უფრო ისეთი სტედი არის, მაგრამ განმეორებადი შეყავხარ ესე ვთქვათ რაღაც შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს არ ხდება, შენც ალბათ უნდა ქონდეს რაღაც შინაგანი მზაობა, ღია უნდა იყოს ამისთვის, უნდა ქონდეს სურვილი რომ გაყვე, ესე პროსტა რომ იჯდა და ტიპი რომ მოვიგდეს ეს ურთულს დასარტყამზე არაფერი არ იქნება. აქ ეს არის მისტერიული პროცესი, რა თქმა უნდა, შენი შინაგანი მდგომარეობით უნდა შეხვიდე მანდ. მაგრამ აი ეს შამანიც ესე ვთქვათ ხელს უწყობს ერთი თული არის მაგისტვის და უმეტესად გამოიყენებენ ხოლმე ეს შამან დრამ რო ქვია ხელში გიჭირავს და ჯოხით ურტყავ და არსებობს თქმულებები ახლა მე არ შევსწრებიო და ალბათ არ ვიცი დღევანდელ დღესაც არსებობენ ეგეთი ადამიანები რომ აი ხშირი იყო რომ თუ არ წვიმდა სოფელში და მოსავალს სჭირდებოდა წყალი ასე შემდეგ ეს შამანი გავიდო და მინდორში შემოჰკრავდა დასარტყამს კონკრეტულ რითმს და თან რაღაც ლოცვებს იძახდა მოდიოდა წვიმა. ალბათ ბევრს ხსმენი ეგეთი რაღაცები. იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი ვიბრაცია და რხევა არის, ესე თქვა, შესაბამის ვიბრაციულ დიაპაზონზე რაღაც შესაბამისი რაღაც შედეგები. კი, ეხლა თან კიდე საინტერესო თემას შევეხეთ ეს ვიბრაცია და რხევა და ეს ჰერმეტული კანონებიც მაგის გარეშე ვერ იქნებოდა ეს დასარტყამიც ესეთი ალბათ. იცი აი ჩვენ ახლა გომარდულში რო ვიყავით სიგონის ვითრიძე რა. იქაც დილას რო სიცივეში რო ვარჯიშობდით რა, რო გავდიოდი და სავარჯიშოდ რომ გავდიოდი, თან თავიდან რო იგრძნო ეს ცის ენერგია რა, ციგუნი რაც არის ხო, სასიცოცხლო ენერგია. ხელი მასწავლებელი გვეუბნებოდა რომ ანუ ხელის გულები ერთმანეთზე გვერტყა ძალიან ინტენსიურად რა რომ ეს გაგვეხურებინა და მე უკვე ირთვება რა სხეული მთელს სხეულზეც და განსაკუთრებით ხელის გულებზე რა ხო და ეხა მაგას დაუფიქრდი რა შე რო თქვი რომ მაგ-კუთხითაც რო შევხედო რომ ანუ დრამზე რო ხელებით მუშაობ რა ამას და ამ დარტყმებს რო აკეთებ და რაღაცებს რო აკეთებ ხო ეს ციგუნი აქტიურდება რა თუ მაგას ლაპარაკი და ეს წერტილებიც აქტიურდება და თან როგორ რაღაცას დავაკვირდი იცი რომ შენ როგორ ფიქრობ ანუ მაინც დრამი ქვედა ცენტრების ის არის ხო ანუ ეგ რო ავიღო ჩაკრული სისტემა რო ავიღო ქვედა დიაპაზონი არის უფრო ხო კი ალბათ უფრო კი ხო აი დავასრულებ აი და მანდ რო მიდის მუშაობა რომ გამონთავისუფლება ამ ენერგიის იმიტომ რომ მანდ ყველაზე მეტი ბლოკები და რაღაცები მანდ ეგაა რაც ადამიანს მე ზემოთ არ ადის ენერგია იმიტომ რომ მანდ ბლოკები აქვს რა სტრესი აქვს და ასე შემდეგ რა ხო და მანდ რო ხდება ეს გამონთავისუფლება კათარზისი რო ხდება რა ამ დროს რა პროცესში ამ მუშაობით და გამონთავისუფლება ეგ ანუ მე როგორც უყურებ ეხა ჯგუფებს შენთან ანუ ბევრი პროცესი მიდის ერთდროულად. ერთი რომ განკურნების, იმიტომ რომ სტრესის განიცლები, მეორე რომ ეს აქტიურდება წერტილები და ენერგიას გზნობს უკვე და განთავისუფლების შეგრძნება გაქვს და ასე შემდეგ და მესამე მედიტატიური გამოცდილებაა ჩვეულებრივი რა, იმიტომ რომ ყველას ანუ არ შეუძლია ესე პროსტა დაждდეს რა, ეგრევე და იმედიტიროს რა, ანუ იმიტომ ზოგს მე პირდაპირ მეუნები ხოლმე რუკიდანაც ისედაც ასე ანუ რუკა არც დამჭირდეს რომ შევხედო ადამიანს ჩანს რა რომ ჭირდება რაღაცა სხვა მეთოდი ხო მასზე მორგებული მედიტაციურ მდგომარეობაში შესასვლელად რა აი ამის განსასწრებლად ესე ვთქვათ რა იმიტომ დიდი პრობლემა ეგაა ხოლმე რომ აი დაჯექი და სუნთქვას დააკვირდი რომ ეუნე ტიპი იმდენად დასტრესილია რომ დაждდეს და სუნთქვას დააკვირდეს ისპაზმება რა არ შეუძლია ესე ვთქვათ რა და ეგეთი მეთოდები შენ რასაც აკეთებ ახლა დრამინგის არის ძალიან მაგარი მაგ რაღაცისთვის რა რომ მოამზადო ფსიქიკა სულ რო არ დაждდეს და არ იმეტი რომ ისედაც შედეგი აქვს რო გავა ხო მაგრამ მაგისტვისაც რა რომ ანუ განთავისუფლდა სტრესებისგან და სხვა მეთოდით რა მუსიკალური მეთოდით ამ ვიბრაციას და ხმასთან გაგშეხება მე ამ იმებს სწავლობ შენ რასაც იძახდი ახლა მაგ რიტმს რო ამოღამებ ინსტრუმენტთან მე ხო ცხოვრებაში სწავლობ სად გაჩერდე სად დაუთმო ლაპარაკი სადაც სადო სად შენ ჩაერიო
ამასაც ხო შეგრძნება. კი და ნახე ჯგუფიც მაგაში გეხმარება, იმიტომ რომ ჯგუფში როცა მუშაობ შენ სწავლობ სხვებთან ერთად როგორ შექმნა მუსიკა, ხო? და ესე ვთქვათ, ანუ საერთო მიზანი გვაქვს ყველას, რომ ჩაუჯდეთ ერთ რიტმში და შემდეგ ყველამ ჩვენი ესე ვთქვათ ინტერპრეტაცია დავდოთ მაგიდაზე და გავხადოთ ეს მუსიკა მრავალფეროვანი და სრულყოფილი ისეთი, რომ აი კალაპოტიდან ამოვარდნილი არ იყოს და ცხოვრებაშიც რომ გადმოიტანო ყველაფრის მიზანი უმეტესად ურთიერთობებშიც, პარტნიორულშიც უნდა იყოს ეს თანხwebdriver წერტილი და ეგეც რა კაი პოინტია. ხო, რომ აი ეს თან მარტო ხო არ არის რა ჯგუფში მუშაობს და ისიც უნდა გაითვალისწინოს ხო? ხო, ანუ კი მარტოები ვართ ჩვენ არსებები ინდივიდუალურები, მაგრამ ეგეთი თქვები არსებობს, რომ life is a communal experience. რომ ანუ შენ მაინც გინდა არ გინდა ოჯახი ყავს, მეგობრები ყავს, სულ რო განდაგილებელი იყო, ეგ სხვა გზა არის. ალბათ მაგას არ შევეხოთ, მოდი უშუალოდ აი ჩვენ სოციუმს და არ გვინდა სადღაც გაჭრა. აი აქ რო შევეხოთ, სწავლობ რომ აი თუ ეხა დაკვრის დროს ხედავ რომ აი სხვებზე მეტად დომინირებ. ამ პირიქით ცოტა ისე ხარ. ესე იგი შეიძლება ოჯახშიც შენ არ აჟღერებ რას თვლი ან მეგობრებთან. რამდენი რამის დაკვირვება შეიძლება. ხო, ანუ მაგარი, იმიტომ რომ შენ იქ აი შენ და დაუკვირველად თითქოს შენ ბუნებას აჟღერებ. როგორი ხარ? რა თქმა უნდა ეს ალბათ აისბერგის ის არის კენწერო წვერი და ბევრად კომპლექსურია ჩაშლარი და მანდ უკვე შენ როგორც ვთქვი რომ შემოიყვანო უკვე ეს სხვა მედიტაციები, რაღაცეები, ფსიქოთერაპია, ბევრი რაღაცა ძალიან მაგარი თვით შემეცნების ესე ვთქვათ ინსტრუმენტი შეიძლება იქცეს ეს ყველაფერი, მაგრამ დასაწყისისთვის აი რო აღმოაჩინო აი ზედაპირზე პატარა რაღაცები, აი როგორი ვარ ჯგუფთან ურთიერთობაში, რა შეიძლება ძალიან მაგარია. ხო, რა შეიძლება ჩემში შევცვალო, რომ ეხლა სხვა კი არ დაურჩtildeო, არამედ პირიქით ცოტა უკანა პლანზე დავიხიარო, იმას დაუთმო ესტაფეტა, ეგეთი გაუნათქვამი ცხოვრება, თუ პირველობა გინდა ჯერ სხვას დაუთმე. რომ აი ეგ გაითავისო შენში, რომ აი მოდი ჯერ შენ შებერე, შენ გვანახე, რაში მე აქ ვარ და გიმაგრებ მაგას, აი ისეთ რიტმს უკრავ, რომ შენ ამ რიტმზე დაჯდე, იყო კომფორტულად, რომ შემდეგ გაშალო ფრთები. აი ხო, ან მაგარი დაკვირვება. ეხლა კიდევ ვაფშე სხვა კუთხით დამანა. აი ხო ვაკვირდები რომ მე მაინც ინდივიდუალურად ხარ რომ გავიაზრო რომ ჯგუფში მიდის მართლა მუშაობა რა და იქ რო შენ უკრავ ხო შეიძლება სადღაც გაგექცეს ან დომინანტური იყო აგრესიულად ან პასიური იყო ვერ გამოხატავდე აი ადამიანები რომლის ვერ გამოხატავენ თავს რა ხო აი მაგათვის ესეთი კურსები ან დრამინგის კურსი შენ რასაც აკეთებ ძალიან მაგარი არის რა ხო იმიტომ რომ ანუ ნელ-ნელა ხო აჩვევ შენ რომ ანუ ეს და აგრძნობინებ რომ წაიყვანო რა იქითკენ რომ ანუ ეხა ხედავ პასიურ რეჟიმში ხო პირიქით უფრო უნდა გამოხატო შეიძლება დაძაბული უკრავ უფრო მოშვება გჭირდება ესე იგი ან პირიქით ჩუმად უკრავ ოდნავ ალბათ სადე ხმამაღლა დაკვრა აი ეს პოლარობების პრინციპი შემოდის მაგას შენ ეგრე ანუ აკვირდები ხოლმე ხო კი მეც ეხა მაქსიმალურად ვცდილობ რომ დავაკვირდე ვინ როგორ უკრავს რა თქმა უნდა აქ ჩვენ გავდივართ ისეთ მინიმალურ ტექნიკურ დეტალებს რომ სწორედ როგორ უნდა დაუკრა იმიტომ რომ მაგის garaში არ გამოვა ესე პროსტა დაჯექი დაუკრა კი ბატონო მაგრამ ქაოსი იქნება ხო ბონუსად თუ იცი რაღაცა ესე ვთქვათ აი პატერნები რაღაცები ეს გეხმარება ცოდნა არის და გადგება ესე ვთქვათ რა და მეც ეხა მაქსიმალურად ვცდილობ რომ თუ ხედავ რომ ვიღაცა ცოტა ჩუმად უკრავს აი შევთავაზო იქნება აი გეცა და უფრო ხმამაღლა დაკვრა იქნება აი მაგან შენში რაღაც გააღვიძოს იქნება აი მაგის გავლით შენ მე ცხოვრებაშიც უფრო ხმამაღლა ქნა რაღაცები არ ვიცი ამ პირიქით ძალიან ხმამაღლა აი იქნება ოდნავ უფრო კალაპოჩი ისქნა კიდე და ყველაზე ესე თქვათ common ეს რაღაც რაც ხდება ადამიანებში და მეც არის ეს რომ აი ამ ცხენზე რო ჯდები ხშირად ვადარებ ცხენს დრამინგს იმიტომ რომ ძალიან კარგი შედარების მექანიზმი არის ეს ცხენზე რო ჯდები ეგრევე ყველას გვინდება გაჭენება ამ ცხენის და იქ წასვლა მინდორველებში და მოკლედ კარგი დროის ტარება მაგრამ აქ არის დიდი მაგრამ შენ თუ არ იცი ეს ცხენი სწორედ როგორ გააჭენო ცხენიდან გადმოვარდები ის ცხენი გაიქცევა და შენ დარჩები უკან ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ხშირად თუ აი ბევრი ეგეთი ინციდენტი ყოფილა და მეც მათ შორის ეგრე დასაწყისიდან ეგრე დავიწყე რომ აი რო უკრავ და აი გინდება ეგრევე ეს ცხენი იშვებს მირბის არა შენ აი ეს ყურადღება შემო აი ეს კონცენტრაცია შემოგაქ მაგროს და აი ამას უფრო კალაპოჩი სვავ ნუ აი ეს ენერგია ისეთი რაღაცა არის რომ აი რო იწყებს აი და აი ეგ არის ზუსტად რო ვიძახი რომ ქვედა ცენტრებისა დიაფრაგმის უფრო ქვედა ცენტრების არის რა ეხლა
სად ეხა ვიოლინო რო აიღო ხო უფრო სხვა ჟღერადობა ის ხო ესე რო ავიღოთ რა ხო ეს უბრალოდ ეხა ჩემი განცდაა და დიაფრაგმის ქვედა ცენტრი და იქ არის ყველაზე სტიქიური ენერგიები რა სტიქიურად გინდა რომ შედიხარ ამ ეკსტაზში და რაღაც ხო სექსუალური ენერგიაც არის და ასე შემდეგ რა და ამას და რომ ადვილია რომ გაგექცეს რა ეს ენერგია ყველა ხო იმიტომ რომ ბობოქრობს რა ბობოქრობს ხო ამოაქცეს მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ რომ მსმენელს და მაყურებელსაც არ შეგვესწავლოს და ჩვენ გვაქვს საუბარი დასარტყამზე რომლებზეც უკრავ ხელით ანუ ჯემბეები კონგები დოლი ტაბლა არა დრამები ჯოხით ხო არ ვიცი მაგ დრამებზე როგორ დაკვრა ხო ასევე ორკესტრებშიც არის ეს ტიმპანი დიდი დასარტყამები ეგ ცოტა სხვა სიმღერა არის აქ უშუალოდ გვაქვს კონტაქტი ჩვენ ხელებით ტყავთან და ხესთან ან რაღაც სხვა მასალასთან რაც იქნება და აი ამ ჭრილში ვსაუბრობთ ეს მაინც ვიფიქრე რომ ხაზი გაგვესო ხო შენ რაც თქვი ეს კი ეს ენერგია ბობოქრობს ეს პრიმალური იმიტომ რომ ეს არის რაც პულსაცია ცხოვრების აი ეს რითმი დრამი არის ესე ვთქვათ ბაზისი და საწყისი იმისი რაზეც მე შენდება შენობა ეს ორკესტრი ეს არაჩვეულებრივი ჰარმონიები ყველაფერი არის დაშენებული რაღაც ხო ფუნდამენტზე ხო ეს არის ფუნდამენტი ძალიან მნიშვნელოვანი და მაგ ფუნდამენტს როცა ეხები და აი გემოს გაუგებ გინდება რომ ეს ენერგიასაც უნდება რა იმიტომ რომ ბუნება გვაქვს ესეთი ანუ და თან რამდენი რეპრესირებული ენერგია აქ ადამიანს მანდ რა ყველაზე დაშეიმებული ყველაზე ესეთი რაღაცები ხო მანდ აკუმულირდება ესე ვთქვათ რა იკეტება რა ეს საკრალური ცენტრები რა და მანდ რო ეხლა უცბად რო გამოთავისუფლება მოდის და შედიხარ და მაშინ შეგიძლია რომ ანუ ის ცეცხლი იმატებს რა ეს კი აი ძალიან კარგად თქვი ცეცხლი იმატებს ზუსტად იმიტომ რომ ერთი აფრიკელი ლეგენდარული პერკუსიონისტი არის ბაბატუნდე ოლატუნჯი ეგ ადარებდა დასარტყამებს ცეცხლს ანთება რომ აი უნდა ქნა ძალიან ნელაო რომ ცეცხლმა არ დაგწვასო იმიტომ რომ კოცონი ეგრევე რომ დაანთო აი всё დაიწვევი რაღაცა ვერც ისი ამოვნე პროცესით მეცაც გეტყვი ცეცხლი ნელა უნდა დაანთო იქ შეშადადო რაღაცა იქ მეგობრები მოვლენ წაეჭო რაღაცა ანუ პროცესი არის ეგრევე ვინანთებს ეს ხო რიტუალი არის დასარტყამზე დაკვროცა ეგრევე დაგადაგათი არავინ არ იცის ხო ეს ხდება ნელა ინთება ეს ცეცხლი სანამ აგიზგიზდება და მე უკვე ესე ნელა რო დაანთებ შენ ხელში არის იცი რომ შენ დაანთი აქამდე всё იცი სად დისტანცია როგორ უნდა დაიჭირო ან როგორ უნდა ჩააქრო პირიქით ნელა და ეგეთი პროცესი არის ხო და ეგ მაგარა გვეხმარება რომ ეს ენერგია რო აბობოქრდება ცეცხლი რო დაინთება რომ დავაკვირდეთ რომ აი გაიქცა ცხენი აი უნდა მოკიდო ხელი აი ეს ყურადღება შემოგაქ რომ მოკიდე ხელი დაიჭირე არ გადავარდები იმიტომ რომ უკვე გააქვს ეს უკვე საუბრობთ ცოტა მერე ეს დასწრისდანვე არ ხდება ეს ცოტა პრაქტიკაში პროცესი ხო მოკიდე ამ ცხენს ხელები რომ არ გაგექცეს ცოტა შეანელე და დააკვირვება არის უმნიშვნელოვანესი ყველაფერში რა მედიტაციაც მე ხა არ მინახავს ყველაფერი არის აი ეს დააკვირვების წერტილებზე სად გადაგა ყურადღება სად გადაგა კონცენტრაცია აქაც ეგრე არის რაღაც მომენტში სად გეძინება ესე ხო აი რაღაც მომენტში შეიძლება უყურადღებოდ უკრავდე ანუ ავტომატურად ბუნებრივად ხდებოდეს ეს ყველაფერი იმიტომ რომ უკვე შენი სხეულის მემორიში არის ყველაფერი შენ და ავტომატურად ხდება მაგრამ მან ბონუსად თუ შემოგა ყურადღება ეს პროცესი უკვე ხდება მედიტატიური უკვე შენ ღებულობ მისგან რაღაცნაირ სიამონებას რომ დააკვირდე რომ ხელს გააზრებულად ურტყავ რაღაც სხვა ხდება რა აი ძალიან სასიამოვნო არის და აი ბოდიში რა ეგეთი მედიტაციის ტექნიკები ხო არის რომ იარე და დააკვირდი სიარულს ან ხელი ამოზე და სუ აი ძალიან მოსაწყენი იყო ხოლმე რა ჩემთვის რა სუ ეგეთი რაღაცები რა ანუ აი კაი რა ხო რა ვიარო და დააკვირდე თუ ვახარ მინდა რომ რაღაცა დინდა რა და ესეთ მე შეხარ დრამინგი ეგეთ რაღაცები ინსტრუმენტებთან ეგ ძალიან მაგარია მაგის დაკვირვება იმიტომ რომ თან ეგ შენია თან რაღაცა ხდება თან ხმარი ვიბრაცია მუსიკა ხელი ჩეხება თან ისა რომ ავტომატში არ გადაგივიდეს ესე ვთქვათ რა და ესე არ წახვიდე სადღაც არ მერე ჯგუფში დომინაცია როგორა და თან და ამას ყველაფერს აკვირდები და თან სახალისოა რა და ის არ არის რა სახალისო რომ დადიხარ და იქ ხო უმნიშვნელოვანესი ერთი ამომავალი წერტილი არის ამისი ძალიან კარგად თქვი გართობა ის ხალისობ ამითი რა თქმა უნდა ბევრ ამას იმეცნებ ესეც ალბათ დამოკიდებულია რა კუთხიდან შეხედავ ამ თემას იმიტომ რომ ეხლა აი მაგიდასაც ან ჭიქასაც რომ შევხედოთ რაღაცა ისე სხვა კუთხებიდან დავწოვე რაღაც შეიძლება საინტერესო აღმოაჩინოთ ხო აქაც ეგრე არის დამოკიდებული არის აი რა კუთხებზე საიდან ეხები ამ სპილოს საიდან უყურებ და
აქაც შემოდის გართობა აუცილებლად, იმიტომ რომ პირველ რიგში აი ძველადაც რო უკრავდნენ აფრიკაში, ტომებში, დასარტყამებში, ეს იყო celebration-ი პირველ რიგში. კი გამოიყენებოდა საკრავები დასარტყამი კომუნიკაციისთვის ტომებს შორის, აგზავნიდნენ გზავნილებს, სხვადასხვა ტომები ლოკაციები. კი, სარიტუალო იყო, როცა ადამიანი გარდაიცვლებოდა. დღემდე სხვადასხვანაირ საკრავებს იყენებენ სარიტუალოდ და მაგრამ მაინც მთავარი ეს იყო გართობა, აი როცა რაღაც კარგი მოხდებოდა და ეს აღნიშნა იყო, აი ერთობოდა ხალხი ამ თანაერთობით, იქ უკვე აღარ იყო ის რაღაცები, რომ აი სხვა პროცესი ირთვებოდა და იმ თემასაც მინდა შევეხო შენ რო თქვი ეს ქვედა რეესტრის არისო. დასარტყამ საკრავებშიც არის ესე ვთქვათ აი სიხშირები არის low დრამები, არის შუა სიხშირის დრამები და არის უფრო აი high pitched დრამები, რომლებსაც უფრო ისეთი ხმა აქვს, მაგრამ ეს რა ხარ მაინც დასარტყამი არის და ცოტა სხვა ის არის. ალბათ იმ რეესტში ვერ არის, სადაც ალბათ არფა არის, ვიოლინო, სადაც ადამიანის ხმა არის, აი ის ხო ცოტა სხვა. ხო და ყველაფერს თავის ადგილი აქვს რა. აი ზუსტად. და თან აი ხაი და მაგ ადგილებშიც არის გრადაციები. ხო და რა აი რა საოცარი არის რომ ეხა ჩვენ ეს რაღაცეები რა ანუ მე ადრეც მაგ ნათქვამი ცენტრის გახსნის დროსაც მაგ ნათქვამი რა პრეზენტაცია რო იყო და რაღაცა რომ ანუ ყველა სხეულზე რომ თანაბრად მიდიოდეს მუშაობა რა ფიზიკურზე, ეთერულზე, ასტრალურზე ანუ ჰარმონიული განვითარება ადამიანის რაც არის რა მე ესე უყურებ რა და ეს განზრახვა ხო ქონდა და ბუნებრივად ისე ლაგდება პრაქტიკები რა. ანუ შენი პრაქტიკა, მედიტატიური, ანუ რას აგნიოგა რას აკეთებს, ციგუნი რას აკეთებს, ჯარას მედიტაციები რას აკეთებს, შენი დრამინგის კურსი რას აკეთებს, რომ აი იდეალურად, რომ აი ჩვენ მე ამაზე არც ესე აი მე უბრალოდ იდეა მქონდა რა, და ჩვენ იდეა მქონდა, რომ ესე იყოს, რომ დაბალანსებული იყოს რა. რომ ესეთ ადამიანები რომელიც თქვათ ის მედიტაციას ესე ვერ აკეთებენ ეს ცადონ ან ვიღაცეებს ჭირდებათ რომ ეს მუსიკასთან ურთიერთობა და რაღაცა გეგონება რომ მუსიკა არის მხოლოდ მუსიკოსებისთვის ან რაღაცა ნიჭი უნდა კონდეს რა ერთ-ერთი ის არის რა და არა ეგრე არ არის რა ეს არის შენი განვითარების საშუალება და შენი განტვირთვის და ასე შემდეგ რა და როგორ ანუ აი საოცრად სამყარო ბუნებრივად დაალაგა რა შენც რო უყურებ ხო აქ რო ანუ ზუსტად ის ხალხი შეირჩა რომელიც უნდა იყვნენ და ზუსტად იმ ცენტრებზე და ისე მიდის მუშაობა რომელიც ახლა მე ამას ვერც ვიფიქრებდი რა უბრალოდ აი გადაკვეთებით და ასე და დარეზონირებით და როგორც ჩვენთან მოხდა რა როგორც კი დაგინახე იმ წუთში შემიყვარა მეცდიკა მეთქი ამას ვიცნობდი ადრე ეგრე ვიყავი ხო და მართალი არის აქაც რა პრაქტიკებიც არის ყველა მუშაობს სხვადასხვა სხეულებზე ყველანაირი იოგა მედიტაცია პრაქტიკა არის ესე ვთქვათ ბევრი ამომავალი წერტილი რომ შენ თავში შეიმეცნო სხვადასხვა არეები ეს იქნება სიტყვაზე დამიწების თუნდაც გართობის ან პირიქით რა ცეცხლის როგორც აგნიოგა თქვი ან როგორც დოვი არის უფრო იოგა და გაწელვა და უფრო შენი სხეული უფრო დრეკადი და უფრო აი ესე ვთქვათ თავისუფალი გახადო რომ მეერე სხვა პრაქტიკები გააკეთო უფრო სრულყოფილად ხო და შენ აი ჯგუფს რო დაუბრუნდეთ რა ხო რა აი თავარ რაღაც პრობლემებს რა სადაწყდები ხოლმე ისე აი რომ რა დაკვირვება გააქვს რამე ისე აი უკვე რომ რაღაც ნაწილი არის უფრო პრობლემური როდის უნდა ადამიანმა რაღაცები არის რაც უნდა იცოდნენ წინასწარ რომ არ და იქ არ გაჩერდნენ რა ბოლომდე გამოყვნენ არ შეეშინდეთ ან არ გაიქცნენ ეგეთ რაღაც ხო არა გაქვს რამე დაკვირვება მაგის კი ჯერჯერობით რასაც ვაკვირდები არის რომ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს არის პროცესი და ამას ჭირდება დრო მაგის შეხსენება მეც უმჭირდება ხოლმე იმიტომ რომ მეც შეიძლება რაღაცა სიტყვაზე ყოველთვის არ არის ეგრე რომ აი სესია იდეალურად ჩაიაროს რომ აი ყველა მაგრა ჩაუჯექით რიტმში და აი რაღაც დაუკარით არ არის ყოველთვის ეგრე ყოველთვის არის რაღაც ხარვეზები ყოველთვის არის რაღაც შესასწორებელი ჩემშიც მეც ბევრს მუშაობ ვცდილობ ჩემ თავზე რომ აი ვცადო რომ აი უფრო როგორ შემილია უკეთ წავიყვანო იმიტომ რომ მე მაინც რო ფასილიტატორი ვარ ამ დრამწრის მე მიმყავს ესე ვთქვათ ხშირად ვეუბნები აი რა რითმები დაუკრა როგორ შეცვალონ ტემპი და შეანელონ თუ აჩქარო რა მეც ვიმეცდებ ჩემ თავს და მაგას აი როგორ შემილია უკეთესად გავაკეთო ეს და აი არ უნდა დაგვავიწყოს ყველას რომ ეს არის პროცესი ამას ჭირდება დრო მუშაობა და თუ ჩვენ მას დაუთრობთ დროს და მუშაობას აუცილებლად მივიღებთ კარგ შედეგებს. ხო, ну როგორც ყველაფერს. ანუ არამე განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ არის, უბრალოდ არის ის, რომ
პროცესს უნდა მიყვეს რა და პირველი დაბრკოლებები როგორც ყველა პრაქტიკაში და კი რომ რაღაც შეიძლება არ გამოგივიდეს და მაგის გამო მოიწინო ან იმის განცდა რომ ვაიმე ვერ ვაკეთებ რას იფიქრებენ ჩემზე ეგ ხმებიც გადასალახია ხო კი მაგრამ ჯერ ეხავს მაგრამ შენი ენერგეტიკა ისეთია რომ მაგის პრობლემა არ იქნება რომ რაღაც შეერწყეთ ან მადლობა არის მაქსიმალურად ვცდილობ მეც რომ ხა მეც მქონია ეგ მომენტები რომ აი რაღაცა მომიწყინია და აი რაღაც მეც არ გამომივიდა და უმეთქი რაღაც მაგრამ აი მეც მე აი სამყაროც ეგრე არის მოწყობილი რომ მე თუ არ გამომხნე ჩემი თავი შეიძლება ჩემო მეუღლემ გამომხნევოს რომ ბიჭო მე რა რაღაცა რა მეგობრებმა ან შენ ანუ არიცი ხო ანუ არიცი სამყარო საიდან დაგალაპარაკება ან თვითონ მოსწავლეები უდიდეს მუხტს მაძლევენ რომ მეც გავაკეთო უფრო იმიტომ რომ აი ყველას შემოაქვს ეს თავისად უნიკალური ინდივიდუალური რითმი ეს გულიდან ამომავალი იქნება ეს ნელი ჯგარი ხმამაღალი როგორიც არ უნდა იყოს ყოველთვის რა მუსიკაც იქნება არის აი სამური ისეთი თავისებური გზებით შეიძლება არ იყოს აი ვაუ ან რაღაცა მაგრამ არის უნიკალური და ძალიან მაგარ ესე ვთქვათ არეას გვიტოვებს თავის შესამცნებლად რომ აი ეს ეხა დღეს ეს მივიღეთ რა შეიძლება გავაკეთოთ შემდეგში რომ გავაკეთოთ უკეთესი და ყველა ალბათ ჯგუფის მუშაობის მიზანიც ეგ არის რომ კონდეს საერთო მიზანი ვუსმენდეთ ერთმანეთს და უმნიშვნელოვანესი არის ჯგუფშიც რომ შენ უსმენდეს ხვებს პირველ რიგში შენ რასაც უკრავ და მე უსმენდეს ხვებს რომ გააკონტროლო რომ შენ ვიღაცა არ პირიქით შეგრძნება კონდეს რა ადამიანის აი მოსმენა რომ კონდეს ბევრი დიალოგი ერთმანეთთან მაგრამ საერთო მიზნისებს აი შენ როგორ უყურებ თვითონ აი ელექტრონული ინსტრუმენტები რო ელექტრონული მუსიკა რო აიღო რა და კლასიკური ინსტრუმენტი აი რა განსხვავებას ხედავ მან რა ამ ჟღერადობებს შორის ხო აი გამიგია რომ ის თითქოს აი ელექტრონული მუსიკა პირდაპირ კავშირშია მერწყულის ეპოქასთან რა მერწყულის ერა რაც ურანის მართლობის ქვეშა ურანი ელექტროობა როგორც კი მერწყულის ერა ესე თქვა ო ეგ არ ვიცოდი რა მომგერია კი და ხო შედის გამოჩნდა ახალი მიმართულება მუსიკის რა ელექტრონული ხო და ეს სხვა კლასიკური ინსტრუმენტები და აი როგორ შეადარებდი ამათ და შენთვის არის რომ ის უფრო რაღაც სული არა აქ რო იძახიან და აქ პროცესი არ არის ეგრე ნახე ერთ დაკვირვებას ვიტყვი და ეგ ალბათ დამეხმარება მე ეს რო განვორცო ერთი ლეგენდარული პიონერი ელექტრონული მუსიკოსი არის ტექნოს ჟანრში ჯეფ მილსი და დაკვირვება მქონდა ეგეთი რომ ისეც შავკანიანი არის და მოდის აი აფრიკული ესე ვთქვათ დასარტყამების ესე ვთქვათ ხაზიდან და მის ეს ლაივს ვუყურებდი სადაც უკრავს ეს 909 ქვია ეს დრამ მანქანა რაც არის და აი ვირტუოზულად უკრავს რაღაცებს და გავიაზრე ის რომ ადრე თუ ხალხი ესე უკრავდა ჯემბეებზე, კონგებზე, მაგან განიცადა ტრანსფორმაცია და ეხა ეს რეალურად იგივე საქმეს აკეთებს, ისევ დასარტყამია, უბრალოდ უკვე ელექტრონული მაშინ და სხვა ხარისხი და სხვანაირად, მაგრამ ის სულ ძდებს იმაში. ის უბრალოდ იყენებს იმ საკრავს, როგორც ხელსაწყოს, ესე ვთქვათ, რომ მისმა რაღაცა იმ შინაგანმა იმპულსმა მის გავლით გაიაროს და შემდეგ გაჟღერდეს მსმენელთან და შენ რო უყურებ მას, აი რაღაც აი ხვდები რომ ეს უბრალოდ არ უკრავს, იქ რაღაც სხვა მისტერი ხდება და სხვა საკრავებსაც რაც შეეხება ეხა რომ შევადაროთ აკუსტიკური და ელექტრონული შესაძლებლობების მხრივ ელექტრონული ინსტრუმენტები უფრო გაძლევს საშუალებას შენი ხმა ძალიან მრავალმხრივ და მრავალფეროვნად გარდაქმნა და არის აი უდიდესი ოკეანე როგორ შეიძლება ხმა შეიცვალოს აი უდიდესი აკუსტიკური საკრავები მეტნაკლებად არის რაღაცა ერთ ჩარჩოში იცი რომ გიტარას აი ეს შესაძლებლობა აქვს მაგაზე მე ფიზიკურად ვეღარ ექნება იმიტომ რომ ხო არფაც დასარტყამი ვეღარ ექნება ელექტრონულებსაც აქვს ლიმიტი. აი ხვდები რომ აი უბრალოდ ბევრად დიდი არის. ხვდები რომ აი აქ ახვალ, მაგრამ ამის იქეთ აი ხვდები რაღა უნდა იყოს, ხო? მაგრამ აი ეგ არის უკვე ერთი საინტერესო რაღაცა, ხო? რამდენინაირი საკრავი არის, აკუსტიკურიც, ელექტრონულიც. აი რამდენინაირი და რამდენინაირი ადამიანი უკრავს მათზე. მაგრამ ზოგის დაკრული შეიძლება იყოს ძალიან პროფესიონალური, ვირტუოზული, მაგრამ არ კონდეს აი რაღაც მარილი. ან ხო აი ხო და მე მგონია რომ უშუალოდ ადამიანზე არის ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული რას დებს ის მასში. მეც ეგრე მგონი. იმიტომ რომ შეიძლება აი ბევრი მინახავს აი ვირტუოზები დასარტყამებზეც აი მაგრა უკრავენ ტექნიკურად ბაზარი არ არის მაგარი ხარ. მაგრამ არ არის აი რაღაც აი
სიმს არ კრავს ჩემში, რაღაც არ ხდება მისტერია. მინახავს ადამიანები, რომლებიც უმარტივეს რიცხვს უკრავენ, მაგრამ ხელი ისეთი აქვს და ისე ურტყავს და იქ ისეთი რაღაც ხდება, რომ სულ სხვა რაღაც არის. არც ვიცი რა დავარქვა მართლა. მეც არ, სასიცოცხლო ენერგიას დებს. ხო, რაღაცა თავის სულის ნაწილს დებს, რაღაც ენერგეტიკას დებს რა, მოკლედ. რაღაცა ხო და მაგ დროს თუნდაც იმ უსულო საგანს და ესე პირობითად დავარქვათ, უსულოში არ გულისხმობ ან რაღაცა, უბრალოდ ის არ არის ჩვენი ცოცხალი. თითქოს შენ შთახბერავ მასში სულს და მისი გავლით შენ მასაც ამღერებ რომ მანაც იმღეროს და დაუკრას და იჟღეროს ხო და პირველ და შენც აი ეგ რაღაცა ეგეთი პროცესი მგონია და მაგის გაკეთება შეიძლება როგორც ელექტრონული საკრავით ასევე აკუსტიკურითაც ხო ეხლა რამე არის აი მომავალში რაღაც გეგმები გააქვს რომ კიდე რაღაცა სხვა კუთხით აი როგორ ხედავ შენ თუნდაც უკვე რახან აი აქ შემოხვედი არა მხოლოდ ესე თქვათ როგორც მუსიკოსი არ ვეთრო ნუ ფაქტიურად ეს არის მედიტაციის მასწავლებელი რა ეს ხო ანუ და ეს ინსტრუმენტები გახადე როგორც სულიერი გზა რა ესე თქვათ რა და აი აქ ეხლა ამ თემასთან რო დაკავშირდი რა ცენტრთან და ეს ხო რაიმე კიდე გადაიშალა რაღაც არეალი სადაც კიდე ხედავ რომ შენ კიდე შენ თავს რაღაცებს ჩართავ ესე თქვა თან გამოავლენ თუ აი ეს მიქსი რო გაკეთდა რა სულიერი გზის და ინსტრუმენტების ხო აი ეხა შენი ხედვა როგორია სამყაროსი რა კი რაღაცეები გაიშალა გაიხსნა და ჯერ მეც გამორკვევის პროცესში ვარ ბოლომდე რა არის აი ცოტა ბუნდოვნად მოდის გამოსახულებები ხარ შენ კარმულწლებში ხო აი რაღაც ბუნდოვნად მოდის გამოსახულებები მაგრამ ხვდები რომ რაღაც უფრო დიდი ჰორიზონტი გაიხსნა და მეც ვიცვლები ამ პროცესში როგორც ვიცვლებოდი როცა ვიყავი როკერი ანდრო და ვიცა პოპ მუსიკოსობი და მაგ დროს როგორც ვიცვლებოდი ეხაც ეგრე ვიცვლები და დარწმუნებული ვარ ეს შეცვლის პროცესი არ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ალბათ არ მორჩება და რაღაცა გზით მაინც იჩენს თავს გეგმებს რაც შეეხება არის ის რომ პირველ რიგში მუსიკაზეც რო შევეხოთ რა ისევ და ისევ მინდა რომ გამოუშვო ჩემი მუსიკა და უკვე ესე ვთქვა დაგეგმილი არის რაღაც ალბომების გამოშვება წელს გამოვა და აქაც მინდა რომ გავაკეთოთ ესე ვთქვა მოსასმენი საღამო ამ ალბომების და ხო და რაც შეეხება უკვე ამ ჯგუფურ დრამინგს აი მანდაც ჯერ მეც მინდა რომ უფრო მეტი ვისწავლო და უფრო თამამი და თავდაჯერებული გავხდა იმაში რასაც ვაკეთებ და ალბათ როცა მეც ვისწავლი მაგ დროსაც წამოვა კიდე უფრო რაღაცები მაგრამ ეს პრაქტიკა მე მინდა რომ გავაგრძელო იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი თანაერთობის პრაქტიკა ძალიან კარგი გართობის პრაქტიკა მუსიკის პრაქტიკა და არ ვიცი შეიძლება ჩემებური რამე კიდე ჩავაინტეგრირო ჩემი მუსიკის ან რაღაც ეგეთი ისიც მინდა ვთქვა რა, ეხა ჩვენი მეგობრის ბავშვი რომელიც დადის რა, და ბავშვთან მუშაობაც რამდენად ისეთი იქნება რა, ეფექტური იქნება, რომ აი რა, შენ შედეგებს რო უყურებ რა, ბავშვთან როცა მუშაობ ამ დრამინგს და როგორი შედეგი აქვს მას და მშობლებსაც როგორი რეაქცია აქვთ. რა ვიცი, საოცარი. ბავშვებთან ვერასდროს ვერ ვფიქრებდი რომ ვიმუშაობდი. აი ხო აი ცხოვრებაც როგორი აი რაღაცას რო ვერ ვფიქრებ, აი გაძლევს აბა მიცადეო ხო შემაგსახურებაში. ხო მეც ხარ გზა მაქვს ხა. აბა რა. ხო და ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის რომ ბავშვებს აქვთ ბევრად მაგარი რიტმის გზნობა ვიდრე ჩვენ. ბევრად მაგარი. აი ბევრად ბუნებრივი არ ჭირდებათ მათ არანაირი რაღაცა ძალის დატანება რომ აი ხა სწორედ უკრავ რა ხდება. აი იმდენად ბუნებრივად მოздით ეს პროცესი, როცა აი ნაკადზე ადვილეჭდებიან. კი, აი მარტივად შედიან ნაკადში და თვითონაც ისე სიამოვნებთ ეს აი ერთ ამბავში არიან, რომ შენც სიამოვნებს მათი ყურება. ჩვენ ნუ ეხა რო ვიზდებით ბევრად მეტი რაც ბლოკები, გვაქვს კომპლექსები 1000 რაღაცა და შეიძლება უფრო გაგვეჯანჯღლოს ნაკადში შესვლა და გახსნა. მათ ბევრად მარტივად აქვთ. ხო, და იმასაც რო უყურებ ხოლმე რომ როგორ აი შენ როგორი ტიპიც ხარ და რასაც აკეთებ ესე თქვა ხო როგორც აკეთებ კიდე რას ვაკვირდები ხოლმე შენთანაც რა ეს რო გიყურებ შენი რუკაც ხო ნანახი მაქვს ასტროლოგიური ვიცი შენი წარმართველობაც რამხელა სულიც ხარ რასაც კიდე კარმუწლებში რეები გაგეხსნება ყველაფერი წინა გაქვს და როგორ და ცენტრში სულ მაგას ვაკვირდებოდი რა რომ აი რამდენად მნიშვნელოვანია რომ ნელ-ნელა რომ გამზადებენ რა რომ ხალხთან ინტეგრაცია რომ მოხდეს რა ანუ ბავშვები ერთობლივად ძალიან ბევრი ბავშვი კი არა რა ანუ აი ერთი ბავშვი რომ ამასთან ისწავლო რა და აკვირდე რაღაცა შეცდომებს ანუ
რამხელა მოფრთხილება არის სამყაროსგან, შენი წარმართველებისგან, მფარველებისგან და ასე შემდეგ და ზოგადად ყველას ეხება ეს ცენტრში რო უყურებ, მაგრამ ნუ შენ ხარ მაგაზე რო ვაკვირდები რა, რომ ანუ სამყარო როგორ გიფრთხილდება რა, რომ იმ დოზაზე გაწვდის ადამიანებს იმას და რამდენიც ეხლა გაქვს უნარი ენერგეტიკულად რომ დაამუშაო შენ ისწავლო, გაიზარდო და რაღაცა რა. და ამ ცოცხალ პროცესს რო უყურებ, აი საოცარი არის და ეგრე არის. მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ. მეც მიხარია და ძალიან დიდი ბედნიერება არის აქ ესე ვთქვათ ამ პრაქტიკების კეთება, განვითარება და ხო, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის. მადლობა შენ ჩვენთან. პირიქით მადლობა და ვისი ამოვნე ძალიან საუბრით და გაზიარებით. არა მეც ძალიან და ბევრი სხვა აი სხვადასხვა კუთხით დამანახე ის კიდე რასაც აკეთებ. მე მაინც აუდიო არ ჩამოდივარ ხოლმე და ხედავ ხოლმე აუდიოს უგიყურებ იქიდან გესალმები ხოლმე. ხელს გიქნევ ანდრო და რაღაცა რა, მაგრამ ეხლა შენ კიდე ბევრი კუთხით დამანახე და მიხარია. შენც ასევე უფრო გამიღრმავე რაღაცები რაც ვიცოდი და უფრო შთამბერე რაღაც ახალი და მადლობა. დღესთვის საკმარისია. ეს საკმარისია ჩვენ გემში. ჩვენ გემშვიდობებით. მადლობა. ეგ არის. გასწორ